გამარჯობა. ეგ არის, შევიკრიბეთ. მოკლედ დღეს სეზონის ერთ-ერთი ბოლო რაიდი იქნება ალბათ. იმიტომ რომ დღეს არის 19 ოქტომბერი. რამდენი ვართ? 1 2 3 4 5 6 7 8. 8 მოტო. არა, კარგად მოგროდით მაინც. მე უკვე ამინდების გვერევა ამდის პროგნოზის მიხედვით. ასე რომ ერთ-ერთი ბოლო რაიდი იქნება დიდი ალბათობით. აბა მზად ხართ მეგობრებო? ძალიან და მინდა რომ ძალიან ზარდა და რატომღაც არ მოგირან. ხო ყველა ვარ, ვინმე ხო არ გვაკლია. ჯოტია გზაში წავა და მოვა მალე. всё, ეგ არის, ესე იგი. მოვქუქავთ ახლა და გავგორდებით, ჯერ ჯვარზე ავალთ, ხო წესით? და იქიდან გადავალთ მცხეთაში. ჯვარი და მერე მცხეთაში მონასტერში შევიდეთ. დედათა მონასტერში. ხო, ოკეი. ეგ არის, ხო ყველაფერი ავიღე. მოიქოქა ჰარლი. მე ბოლოსი აღმოსი ჩამკეტი ვარ. როგორც ჩანს, რატომ აქვს ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც დამრჩა. საწავი ჩავასხი. ჩამოგჭა ორი მოტო, მოდიან ეტა. მოდიან. არა და იქით უნდა შევსულიყავით მე მგონი. საინტერესოა, რატო გადმოვიდით ეგრევე მცხეთაში და რატო გამოვტოვეთ ჯვარი, იმიტომ რომ ჯერ ჯვარზე ჯობდა ასვლა ალბათ და მერე გადავსულიყავით მცხეთაში. მაგრამ აშკარად გამოვტოვეთ ერთი მოსახვევი და გადმოვეწყეთ მცხეთისკენ. აი არა ვიცი, მერე პატარა წრე დავარტყათ და უკან დავბრუნდეთ, ანუ უკან გზაზე შევიდეთ ჯვრის მონასტერში. ალბათ მასე აჯობებს. ადგილზე რომ მივართ და გავჩერდებით, მერე იქ მოვითათბირებთ და გადავწყვეტოთ რა იქნება შემდეგი გაჩერების ადგილი. ეს რა ყოფილაო? ჩემი გჯერა? მოკლედ გეგმები შეგვეცვალა თავიდან ჯვრის მონასტერი და მცხეთა ქონდა გეგმაში. მაგრამ მე მოვითათბირეთ, ახლა მცხეთაში ვართ და გადავწყვეტეთ რომ მოვიდეთ დიდგორზე. მე თავიდანვე დიდგორის მომხრე ვიყავი, მაგრამ შორი არისა და რაღაც ვერ შევთანხმდით გუშინ, ამიტომ ეს რომ დიდგორი გადაწყდა ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი საყვარელი გზა არის. უბრალოდ ახლა ბევრნი რა ვართ, იქ ცოტა რთული იქნება მოსახვევებში სიარული, დისტანციის დაცვა იქნება საჭირო და გაორმაგებული სიფრთხილე. იმიტომ რომ შედარებით სახიფათო გზაა, თან დღეს კვირაა და ბევრი ხალხი იქნება წესით. La polizia. სად დაინახა პოლიცია?
გესაგებია. ახლა ისმის ერთი კითხვა. შუადღის პირველი საათია. დიდგორზე ძალიან სიცივე იქნება, გავიყინებით თუ არა? ჩამოგრჩა ხალხი. აუ, რა ნომერია, ეხლა დავაკვირდი. 66666. ვჯერათ რწმენების, ეშმაკის. რა პოროტია ეს, ნახე რა. კი, რაღაცა არის უეჭველი. მოტოს გპარავენ. გაიქცე. რა საკეთებს? უცებ შორს არ გაიქცე. აუ, რა გააკეთო მეთქი? კარგია, შევისწრებთ ახლა წყალი, ენერგეტიკული რაღაცა ვიყიდოთ და გავაგაზოთ დიდგორზე. ეგ არა, უკვე იწყება ყველაზე კარგი მომენტები. ოდნავ ამოვედით, მაღლა და უკვე იგრძნობა სიგრილე. და ისინი არ ჩანონ უკან სარკეში. მესამეში ვტენეთ. Nice. Раз догазовым, бичо. გამოეცალე. კიდე მოდის. კი, ჩამოწეული სულ. ილია მოძრავი ფოტოები გადავიღოთ და ვიდეო რა, ყველა რიგ გავიჩვენოთ და სტორი გზაა. და ლამაზი კადრები. კაი, გაბრუნდით. რას ფიქრობთ? აწევს? აწევს. ძალიან კაი ხმა აქვს. მე არ ვიცი ახლა მაგდონეზე. ოპა. აბესი არა. აბესი არა. ნაურაში გადაუჭრე არც ხო. დაგმარდეთ ცადე, წეხან. დაგმარდეთ ცადე.
აღმართეთ სად რა ამიწია. ეხლა ხო კარგად ავაწევინე. ეხლა ესო ჩემ ხელში იყოს უეჭველი გავიგაცე. ოპა, რა მოდის ეგე? აი TVS. ოპა. ოპა. დაუტანჯეთ MT-09. რაღაცა გადავიღე. აღონ ვიდეოს ვიღებ. გაგივადეთ, რამე არ მოგივიდე, შეიძლება. მე უნდა დავეტაკოთ პირველი. გაუხარია. და ახლა ისწავლე ბიჭო. აი თეთრი მოხაზის მეშინი არ გაცურდეს. ყურები დამეგობდა. იქით ხო არ გავჩერდეთ? просто აქ შუა გზაზე რომ ვართ მაინც. ძალიან ტალახი არის აქ. აპასლი გზა, ფულავიტო. შენ გავიდე, იგარი ამოვედით. ეხლა ავალ ზემოთ მონუმენტებზე რაღაც ფოტოებს გადავიღებთ. ვიდეოებს გადავიღებთ და ჩამოვალთ მერე. გოგა დამპყრობელი წინ მიიწევს. რა ხო არ დაიღალეთ ცოტათი. როკი. ფიქსერი დამასპონსორე. მოტივაციონე ვიდეო ჩაწერა.
წავიდა ბოლომდე. ჰოპ. აი შეცვალო. ხომა. შევძელით. Yes. რა მოტოწყავს ისეთი ახლა გაბრაზდება წა. ეგ არის. ერთი გადაგვირე ვიზი. მე გავგიზავნა მესენჯერზე. გავდივართ უკვე? ეს რა არის? რა სვავთ? რა ვსვავთ ეს ჩემი სპონსორი Excel. ეს რა მოტოა? ვაუ. ეს რა აქ უკან? ეს ძროხებს რა გქონდა ჩამოკიდებული ის არია? ეგ არის მოვინახულეთ დიდგორი. ფოტოები გადავიღეთ, ვიდეოები გადავიღეთ. წყნეთით გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ რაღაც გრუბელი არ მოგვეწონა იქით. თითქოს წვიმას აპირებდა და გამობრუნდით ისევ მცხეთით ჩავალთ. მით უმეტეს აქეთ გზა უკეთესი არის, რავი, მე პირადად ეს გზა უფრო მომწონს ვიდრე წყნეთის მხარეს. და ნახოთ მოკლედ, რავი, ჯერ კარგად მივდივართ, კარგად მგზავრობ, ცოტა აცივდა ოღონდ. უკვე ფეხებში გრძნობ ტემპერატურას, დაბალ ტემპერატურას. რა? აი რეალურია. აქ. იქნა შემოსვლა? ფოტოგრაფი. მე შენ გადაგივა რა პოვნა. ოკეი, გავაზრობ კამერას. ეს თუ გიგიწი შეგვიძლია დავიწყო გადაღება. ნუ, წავით. დიდხანს კი არ დამელოდებიან.
არაფერი მოდის. აუ, აქეთ რა სითბო არის, რო ჩამოვედით, ეგრევე იგრძნობა ტემპერატურის სხვაობა. ძალიან კარგი ამინდი იყო, მოკლედ გაგვიმართლა რა. კარგად ვიარეთ, კარგად გავერთეთ. იდეაში ეს არის, აი გასვლების მთავარი მუღამი და ინტერესი. იცნობა ხალხს ერთობით დროს სასიამოვნო დატარებ. მარტო კატაობით, რავი, იმასაც აქვს კი თავისი მუღამი აქვს. დაადებ თავს და მიდიხარ სადაც გინდა, მაგრამ აი ესე მეგობრებთან ერთად. ოპა, აი ვიღაცა ვილის ეთამაშება. აი ესე მეგობრებთან ერთად გასვლაც ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს ეხლა ვინც ვართ აქ რაიდში, ნახევარს არ ვიცნობდი, დღეს გავიცანი და ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან კარგი ბიჭები არიან და ერთი გოგო. ის რას აკეთებს ერთი აბა? რაღაცას მაიმუნობს ეს, აბა რას აკეთებს რა არის ეს? დატანჯა MT-09. ცოდოა. საწყალი კლაჩი, ცეპლენია. აბა შემოგთავაზე ძილის. დაახლოებით. სტელობა იყო. ეს უკვე არ მომეწონა. საჭეწა იყო და ცოტა საფრთხეს იყო. ეს კარგი იყო, ეს კარგია. აი ესე თუ გააგზელებ, ცეპლენი აღარ გექნება. მე რამდენი მცდელობა იყო ერთი თუ ითვლით. ამას მე ამოვჭე და მარტო მცდელობებს დავდებ. ნეიტრალით მოგორავდა, მეთქი რატო არა აქვს ხმა. დაიწყო ისე დამპლური თამაშები. ნინჯა 400-ის ხოძეა. ეს კარგი იყო, მაგრამ ცოტა სახიფათო. ესეც კაია. რა კარგი ხმა აქვს რა. არასვენებს, მოკლედ არასვენებს რა. მე რამდენე. ვერ გავიგე რა მითხარ, მაგრამ ყველაზე კარგი იყო რა. კი, ყველაზე კარგი ეგ იყო მე მგონი. გაიტანჯა საწყალი. ეგ არის ჩამოვედით. ცოტა შეგვაკლდა მოტოები. 2 არა 3 წავიდა უკვე სახლისკენ გვეჩქარებაო და დავრჩით ჩვენ.
ერთი საბურავები შევამოწმოთ, ვინ რა იარა. ეს ჩემი. ნუ დიდი არაფერი რა. ეს კარგად არის გადმოწოლილი, ნახე სადამდეა მოსული. თითქმის ბოლომდე. ოჩახ. ამასაც რა კარგად ულია. ოკეთ ეს რა არის? არა, ოჩახ. ყველამ კარგათი არის, ერთი ეს ჩოპერი. ამან მე მგონი ჩემზე უკეთია რა მოსახვევებში. მოგო გარაჟ შეფუთულია, სრული ეკიპირებით. წავალთ ახლა რაღაც შევჭამთ და მერე დავიშლებით. ეგ არის რა, ჭამეთ, დავისვენეთ, ცოტა ვილაპარაკეთ და წავედით ახლა სახლებში. მე მგონი ყველაფერი მაქვს. აუ გოგას ვერ დავემშვიდობე. აუ აქ რასაცობია? დამერხა ხო? აქედან ვერ გავივლი ახლა 1 საათი ალბათ ვაჟამდე სანამ მივალ. კაი არშად მეჩქარება. საცობში სიარული ყველაფრით მეზარება, გინ სკუტერი იყოს, გინ მოტო არა აქვს მნიშვნელობა, მაინც ვერ ზრები, ვერ ეტევი და თანა ესეთი ჭედვა როცა არის, აღარც ზოლი არსებობს აქეთ არაფერი საერთოდ. ხო? ციმციმის გარეშე და კიდე იქით უსიგნალებს. ციმციმე არ გაქვს ბიძი, ჩართე. ასე ძნელია. თავარია რაღაცა არ გადამიაროს ახლა აქ ისეთი სიტუაცია. აქ სული ჭედება ხოლმე მოძრაობა Toyota ცენტრთან. შესახვევი როა, ზოლსიცვლის ხალხი და ყოველთვის აცობია. მაქსიმალურად ნელავიაროთ რომ არაფერს გამოვედოთ მაინც. შარია, ანუ სივრცეს არ გიტოვებენ რა, გაძრე ნორმალურად და იმიტომ რომ სარკეშიც არ გიყურებენ რეალურად. საცობი როცა არის, არ გონიათ რომ ვიღაცა უნდა მოდიოდეს კიდე რა გვერდიდან ან უკნიდან და არ აქცევენ დიდად ყურადღებას ასეთ მომენტებს. და ყველაზე ცუდი რაც არის, ტელეფონებში არიან ხოლმე. მე მით უმეტეს არ გხედავენ. რატომ უნდა დაგინახონ ტელეფონში თუა. მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი მოტოვლოგი გასეირნება. საკმაოდ კარგი გამოვიდა, ბევრი ახალი მოტომოყვარული გავიცანი, ბევრი მეგობარი შევიძინე. ცოტა გვიან კი მომივიდა სეზონის ბოლოს, მაგრამ არა, შეგ არაფერი, ყველაფერი წინ გვაქვს. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. აღწერაში მიუთითებ Instagrams, ვისაც სურვილი გექნებათ, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ყველა აქტიურად ავითარებს სოციალურ ქსელებს, კონტენტს და ყველა ერთ სივრცეში ვართ ასე თუ ისე ყველა მოტოსამყაროს უტრიალებს და რაც მეტი ვიქნებით, უკეთესი იქნება. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხით, ჩემი Instagram-ით, აღწერაში იქნება და ლაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები და მოკლედ შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. დაგემშვიდობებით და ყველას მშვიდობიანი რაიდი. აბა კარგად.